არაერთი საქმე მაქვს, სადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას უკვე რამდენიმე წელი აქვს ხო სასამართლოს და ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღეს სამწუხარო და ორი თვის ვადაში მიიღო სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე, რაც არ ვიცი, კიდევ ერთხელ ჩემთვის კითხვის ნიშნებს იწვევს. პრეტენზია რა დაწერილი გაცხადება და დაუსწრებელი არ გამომიტანე? როდის უნდა დამეწერა ბატონო სამართლო? თქვენთან პირველი საქმე არის ეს ჩემი ბატონო სამართლო. ხო, ნახეთ ზოგად როგორ არ გაინტერესებს სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობთ, სადაც ერთი და იგივე პრობლემა არის, ხო? ხო, ფაქტ ასე ვთქვათ, ფორმალურ მიდგომას რო აქვს ამ შემთხვევაში ადგილი, რა თქმა უნდა, დაადასტურა პასუხებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა, თუ კი მას ექნებოდა სურვილი უпростоრად რომ პასუხი წარმოგვედგინა სასამართლოში მათ მიერ წარმოქმნილ საჩებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ როგორც ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ისევე ტელეფონის ნომერს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სასამართლოს ჰქონდა ვალდებულება ჰქონდა, როდესაც რეგისტრირებულ მისამართზე მხარეს ვერ ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია, გაეგზავნა მისთვის ცნობილ მეორე მისამართზე, რაც იყო გურამიშვილის ხუთი და რაც არ გაუკეთებია. კიდევ ერთხელ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი და მისი ხელმძღვანელი ოთარ გვიტიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ადამიანი ქალაქ გორში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ქუჩაში ჩაიბარა. ამისავე ჩაიბარა, მაინტერესებს. უპასუხეთ საჩაიბარეს ზუსტად. კურიერმა. ხო, კურიერმა დამილეკა. იგი ვიცოდი თქვენი ისა, მივედით, ვინტომ არა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ახიახში იყო კურიერი და დამილეკა ვახარო და მაგარი მივედი და გამოვიდა. ხო, მომიწოდა. შევდივართ დაამთავრეთ? კი, დავამთავრე. ფერად დაამთავრეთ. დაახმებით. არა, დავამატე. უნდა ვკითხო პირველად ვარ სასამართლოზე და ისე. არა, ერთადერთი რაც არის, რაც შანსი ის ყველა სამწუხარო ამბავი ის არის, რომ განგება არის დამალული საქმე, რომ აქ არ ყოფილიყავით რა თავის დროს. ეგარო. და ყველაზე ხილმისაწვდომი ადამიანები არა, ვიცი. ფოტოგრაფთა ხელოვნება სულ არის და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი პირობთ და რა დამალული, რა უნდა დამალული. რა და საჩელი დამალე და არა, თქვენ არა. საჩელი თვითონ რა ეს რა თქვენ საქმესთან დაკავშირებით ილაპარაკეთ თუ რა და ეტაპით პირობებს. თუ რა მიგეთ დამალული რა ის. მაშინ დამტარეთ ცილ და შეიტანეთ პროკურატურაში რომ ვარამეს გულისხმობს ბატონო მოსწავლე თქვენზე არ უთქვია გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე. თქვენი პოზიცია რა თქმა არ ვეთანხმებით წარმოდგენისაც შევას იმ არასერიოზულ ბრალდებებზე რაც აქ გაშკერდა კომენტარს რა თქმა უნდა არ გავაკეთებ, იმიტომ რომ თავის საგანიც არ არის და სასაცილო არის ჩემთვის რა თქმა უნდა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დავალდებულებას, რომ ჩვენ რაღაც უნდა შევეწერა დამატებით სარჩელში, რადგან თქვენ საზოგადოებას მიმართავთ, ეჭირება ასეთი, რომ სპეციალურად ცდილობ შეცდომაში შეიყვანოთ, იმიტომ რომ რა ფორმითაც არ უნდა განმარტოთ, მე სამართლებრივ ფარგლებს არ გავხსნები ერთ შემთხვევაში. სასამართლო ჩვენზე უკეთესად იცის დარწმუნებული ვარ, რა ფორმითაც არ უნდა გავმარტოთ და რა ტექნიკაც არ უნდა განმოვიყენოთ სამართლის ნორმის განსამარტად, თქვენ თქვით რომ ფორმალურად ვუდგებდოთ, იქნება ტელეოლოგიურად განმარტოთ და სხვა გადაწყვეტილებამდე მაინც ვერ მივდით, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო პროცესი, სამოქალაქო პროცესში მოსამართლეს არაკისრია ინკვიზიციურობის როლი, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შესაბამისად ვერ დაიწყებდა მოსამართლე ალტერნატიული ფაქტობრივი ტელეფონის ნომრების და აქეთ თქვათ მათ შორის ქუჩაში მოძებნას მოპასუხე მხარის, მით უმეტეს როდესაც ეს მოპასუხე მხარე წარმოადგენდა იურიდიულ პირს, ფიზიკური პირი რო იყოს, კიდე შეიძლება რაღაცა გვეთქვა რომ თქვენ საჩივარს არსებობის უფლება მაინც ჰქონდათ, ახლა ესეც არ აქვს. ამიტომ ვთვლი რომ მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, კიდევ ერთხელ მინდა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით გავაკეთო განმარტება, რადგან თქვენ ამაზე აპელირებთ, რომ თქვენი უფლებები ილახება სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული არ არის მხოლოდ ერთი მხარისთვის და ეს არის გარანტირებული პროცესის მონაწილე ყველა მხარისთვის, იქნება ეს მოსარჩელე თუ მოპასუხე. რასაც თქვენ ამბობთ, რომ სასამართლოს დამატებით ადმინისტრაციული რესურსი უნდა გამოეყო, რაც კანონმდებლობით არ ევალებოდა, მაგრამ თქვენ ასე გგონიათ, მოეძებნა მოპასუხე მხარე მისთვის არჩევი ჩაებარებინა, ასეთ შემთხვევაში ცალსახად დაიბრუნებოდა მოსარჩელის ინტერესი, ასევე სწრაფ საჯულებას ხელი შეეშლებოდა და ის აღმატებული უფლება, რაც რეალურად იყო დავის საგანი და რაც წარმოადგენს ადამიანისთვის და ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის საკუთრების უფლება, იქნებოდა შევახული ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
რაც შეეხება სხვა გარემოებებს, მათ რაზეც თქვენ ისაუბრეთ, რაც დავისაბუთებთ, კიდევ ერთხელ გეუბნებათ კომენტარს აწარმოებთ. ამიტომ ვაგნიშნოთ და გამომდინარე ვთქვით, რომ ძალაში უნდა დაჭერს გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 6 მარტს სამოქალაქო საქმეზე 2.51.2015 წელს მიღებული დაუწყებული პასუხი. სასამართლო მიხელწვადება საქართველოს სამართალო საპროცესო კოდექსის 22 გაადგინა. მოპასუხეება გორელი ფოტოგრაფების თავმჯდომარის მოთხრობითი საჩივარი 2025 წლის მარტში დაუწყებული გაწყვეტილების გაუქმებისა და საკითხების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. ძალას დარჩეს გორის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გაწყვეტილება. განჩინება საჩივრის დაკმაყოფილება ზღვარეთისა და დაუსწრებელი გაწყვეტილების ძალადობრივი დატოვების შესახებ საჩივდება სააპელაციო წესით. თბილისის საკრებულო სამართალო საფრთხის მდებარე გიბრალტარის გამზირში და დასამართლებული განჩინების ჩაბარებით და 14 წლის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე გათვალისწინებული წესები დაცვით გორის რაიონის სასამართლოს მეშვეობით. გადაწყვეტილების გასაჩივრების სრული ხარით უესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას და მისთვის სრული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ვალდებულია სარეზოლუციის გამოცხადებიდან არაუმეტყვის ხუთი და არაუგემოს სულთნისა გამოცხადეს გორის რაიონის სასამართლოში და ჩაიგონოს გადაწყვეტილების სასწრაფო. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადისათვის დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 21 დღეს. ავადის გაგრძელება არ დაუშვებელია მოსამართლე კომუნიკაციით. ოღონდ შენიშნების შესწავლების პირველ გადამარტად ჩაიბარეს გადაწყვეტილება გასაჩივრების მეთვალყელი მოგემართება. სულობა დაკვრა წყდება. Rusket Shinkalada is a Aba, ეხლა, ესეა.